საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა იწყება ამ თვეებში სასტუმრო Radisson Blu Iverieში. ანა წერეთელი განაგრძობს თემას, საინტერესოა უცხოელი სპეციალისტების აზრი, როგორ აფასებენ ისინი საქართველოში ამ პროგრამის მიმდინარეობას და როგორია ბოლო შედეგები. დიახანუკა, ეს არის პირველი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც იმართება საქართველოში, მას შემდეგ რაც დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. Როგორც ცნობილია, აღნიშნული პროგრამა საქართველოში ხორციელდება უკვე 6 თვე არის და ამ პროგრამის ფარგლებში მკურნალობს უკვე 5000-ზე მეტი ადამიანი. მთავარი შედეგი, რაც დღევანდელი შეხვედრის შედეგად უნდა დადგეს, არის ის, რომ მოხდეს დაანონსება პროგრამის მეორე ეტაპის დასაწყისის, რომელიც როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტროს მიზანი არის, რომ წელიწადში მოხდეს დაახლოებით 20000 ადამიანის მკურნალობა, რადგან როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ქვეყანა, სადაც ფიქსირდება მაღალი რიცხვი C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების. საუბარი არის და 200000 ადამიანზე. დავით სერგეენკოს განმარტებით, საქართველოში ამდენი ადამიანის არის დაავადებული C ჰეპატიტით და სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ეს პროგრამა, რომელმაც პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი შეიტანა იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც საკუთარი სახსრებით C ჰეპატიტით მკურნალობას ვერ ახერხებდნენ. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის კვლევის შედეგების წარმოჩენა და ასევე ახალი საერთაშორისო ექსპერტების შემდგარი ტექნიკური მრჩეველთა საბჭოს მიერ სწორედ ამ კვლევის შედეგებზე დაფუძნებით განსაზღვრა საკუთრივ ელიმინაციის პროექტის დაიგეგმება უკვე დეტალურად ახალი დიდი ელიმინაციის პროექტი. თუმცა ხაზს უსვამ, რომ წყვეტა არ მოხდება და ციფრები 5121 აჩვენებს, რომ მკურნალობა მიდის უწყვეტად, არ ვჩერდებით 5000-ზე და ეს გაგრძელდება უწყვეტად. ჰეპატიტის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საქართველოსთვის, ქვეყანამ 6 თვეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ამჟამად იგეგმება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს მთავრობას პროგრამის შემდგომი განხორციელების პროცესში. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის როგორც უკვე მოისმინეთ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, ასევე შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ეს კონფერენცია არის 3 დღიანი და ხვალ საქართველოში ელოდებიან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტსაც. ანა მადლობა, ეს ანა წერეთელი იყო.